ბრიტანეთში ვირტუალურ რეალობას ციცოცხლის გადასარჩენად იყენებენ. Ამ ტექნოლოგიით განაცალკევეს ბრაზილიელი სიამის ტყუპები, რომელთა ტვინები და სისხლძარღვებიც გაერთიანებული იყო. დიდი ხნის განმავლობაში სასოწარკვეთილი ვიყავი, რადგან მათ დიაგნოზს უბრალოდ ვერ ვეგუებოდი. ნეიროქირურგებმა VR სათვალეების მეშვეობით შექმნეს ბავშვების ტვინის ციფრული რუკა. მათ თვეები გაატარეს ვირტუალურ საოპერაციო ოთახში ვარჯიშში, სანამ რეალურ ოპერაციას დაიწყებდნენ. ხელოვნური ინტელექტი პირდაპირ სათვალეებში აპროექტებდა თავის ქალის იდეალურ ფორმას. ოპერაცია 27 საათი გაგრძელდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ასეთი სირთულის ოპერაცია ვირტუალური რეალობის სრული ჩართულობით ჩატარდა. ჩვენ ბავშვების წარმატებით განცალკევება შევძელი. ეს უდიდესი შვებაა მათი ოჯახისთვის. მშობლებს გააზრებული ჰქონდათ ყველა რისკი და იცოდნენ, რომ არსებობდა ერთის ან ორივე ბავშვის დაკარგვის რეალური საფრთხე. ამ ტექნოლოგიით ახლა 70 წლის მარისაც მკურნალობენ, რომელსაც ტვინში 3 ანევრიზმა აღმოაჩნდა. ისინი ვირტუალურმა რეალობამ 3D მოდელებად გადააქცია. ჩვენ გვაქვს მარის მაგნიტურ რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათები. რამდენიმე ღილაკზე დაჭერით სისტემა ამუშავებს სკანერს და რამდენიმე წამში გვიჩვენებს ტვინს. როდესაც მოდელი მზად იქნება, ის სპეციალურ სათვალეებში გადაიგზავნება. როგორც პრაქტიკოს ქირურგს მქონდა ხედვა თუ როგორი უნდა ყოფილიყო ქირურგიის მომავალი. ეს ლანმაოა აზიატიკაა, ეგზოტიკური სოკო, რომელსაც თუ სათანადოდ არ მოამზადებთ, 3 დღე გულივერის მოგზაურობაში მოგიწევთ წასვლა. ჩინეთის იუნანის პროვინციაში ადგილობრივი კლინიკა ყოველწლიურად ასობით ასეთ შემთხვევას მკურნალობს. სოკო ფიჭვის ტყეებში იზრდება და ადგილობრივებისთვის საყვარელი დელიკატესია, თუმცა ის აუცილებლად 15 წუთზე მეტხანს უნდა მოიხარშოს. სხვა შემთხვევაში მირთმევისთანავე ადამიანს 3 დღიანი ჰალუცინაცია ეწყება და ხედავს ასობით პატარა კაცუნას გარშემო. ხალხი, რომელსაც გამოუცდია ამ სოკოს ზემოქმედება, ამბობს, რომ თავიდან ისინი ხედავენ ასობით ან ათასობით პატარა კაცუნას მათ გარშემო. თანაც ისინი რეალურ სამყაროსთან ინტერაქციაში არიან. ხტუნავენ სკამებზე და მაგიდებზე. ერთი ადამიანი ყვება, რომ როცა წვნიანს ჭამდა, პატარა კაცუნები მისი კოზიდან ჯამში ხტებოდნენ და ცურავდნენ. და როცა წვნიანს ხრებდა, ისინი მის პირში აღმოჩნდებოდნენ. კოლინ დომნაუერმა დაადგინა, რომ ეს სოკო მხოლოდ ჩინეთში არ ხარობს. მან მსგავსი ნიმუშები ფილიპინებშიც აღმოაჩინა. სხვა ჰალუცინოგენებისგან განსხვავებით, ლანმოა აზიატიკა ყველასთვის ერთ სცენარს ხატავს. მეცნიერებმა ამ სოკოში ვერ აღმოაჩინეს ვერც ერთი ცნობილი ნივთიერება და მკვლევრები ისევ მუშაობენ იმ მოლეკულის გამოსაყოფად, რომელიც ამ ხილვებზეა პასუხისმგებელი. მეცნიერებმა 25 საუკუნის წინანდელ მუმიაზე ტატუები აღმოაჩინეს. 25 წლამდე ქალის ნეშტი ციმბირში იპოვეს. ყინულის საფარის გამო ის იდეალურად იყო შემონახული. მოგვიანებით კი მაღალი გარჩევადობის ვიზუალიზაციამ მასზე 3 ტატუ აჩვენა. მაღალი სიზუსტით შესრულებულ ტატუებს შორისაა მამალი, ლომი და მითიური გრიფონი. ვარაუდობენ, რომ ქალი პაზირიკული კულტურის მომთაბარე ცხენოსანი ხალხის წარმომადგენელი იყო. მეცნიერები თვლიან, რომ ის მკურნალი ან შამანი უნდა ყოფილიყო. ზოგიერთი ხაზის სისქე განსხვავდება სხვებისგან. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს იყო ხელით ჩხვლეტის მეთოდი. ნემსების კონა, რომელიც ცერა და საჩვენებელ თითებს შორის უჭირავთ და პიგმენტი კანში ასე შეხავთ. დღეს ტატუ არტისტების უმეტესობა მანქანას იყენებს. მათაც კი ვინც ხელით მუშაობს, გაუჭირდებათ ასეთი რთული, გრძელი პარალელური ხაზების გამოყვანა. ჩინეთში ახალი წლის სიმბოლოდ რბილი სათამაშო სევდიანი ცხენი იქცა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ივუში სათამაშოების ფაბრიკაში ერთ-ერთმა მკერავმა სათამაშოს ღიმილი შემთხვევით უკუღმა დააკერა. მაღაზიის მფლობელი ფიქრობდა, რომ ფუმფულა ცხენი წუნდებული იყო და კლიენტს ფულს დაუბრუნებდა, თუმცა მოხდა პირიქით. მოწყენილი ცხენი ინტერნეტში გამოჩნდა და მისი ყიდვა უამრავ ადამიანს მოუნდა. ის ბევრ კლიენტს მოსწონს, რადგან ფიქრობენ, რომ ცხენი ზუსტად გამოხატავს თანამედროვე კორპორატიული სამყაროს დასაქმებულების მდგომარეობას. ახლა სათამაშო ძალიან კარგად იყიდება. ჩინური კალენდრით ახალი წელი 17 თებერვალს დგება და ის სწორედ ცეცხლოვანი ცხენისაა.